გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ იუმორისტი საბალე კვეიშვილი და გადავწყვიტე გამეკეთებინა არხი იმის შესახებ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და ეს არის იუმორი და იუმორის კეთება და ამ არხზე მოგიყვებით და გასწავლით როგორ დავწეროთ ხუმრობები სხვადასხვა ტიპის, როგორ გავაკეთოთ სეტი სტენდაფისთვის, ან როგორ შევქმნათ რაღაცა პატარ-პატარა სკეჩები, როგორ გავაკეთოთ one-linerები, როგორ გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული roast comedy, ასევე დავშლი ხოლმე და მოგიყვებით სხვადასხვა კომიკოსების მათ ფორმულას, დრამატურგიას და ასე შემდეგ. ჩემი გამოცდილების შესახებ რომ გითხრათ, ვარ თანადამფუძნებელი პირველი ქართული სადეზინფორმაციო სააგენტოსი, ეს იყო ნიორი ნიუსი 2008 წელს შევქმენი მეგობართან ერთად. ხათაშორის ზოგადად ადამიანები ფიქრობენ ხოლმე ძალიან ხშირად, რომ მათ იუმორის გრძნობა არ აქვთ, იმიტომ რომ არ შეუძლიათ იუმორის კეთება, ასე ვთქვათ და მე მივეკუთვნებოდი ესეთ ადამიანებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჩემი ცხოვრების განმავლობაში მეგონა რომ კარგად ხუმრობა და ზოგადად ხუმრობა არ იყო ჩემი საქმე. და იმიტომ რომ მაგალითად მაშინ ხა ინტერნეტი ძალიან ნაკლებად იყო ხოლმე ესე და ზოგადად ბავშვობაში აი ბანში რო დადგებოდი და ბიჭბუჭურად რაღაცეებს რო ხუმრობდნენ ხოლმე ადამიანები და ღადაობები რო მიდიოდა ხოლმე უბანში ან სადმე წრეებში ზოგადად სამეგობროში, იქ არ გამოვირჩეოდი ხოლმე მაინც და მაინც מחვილგონიურული ენით და ხუმრობებით და ამიტომ რატომღაც მაგის ნიადაგზე მეგონა რომ იუმორი არ მქონდა და მე ერთ დღესაც 2008 წელი იყო ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა დოდი ხარხელმა შემომთავაზა რომ გაგვეკეთებინა Onion News-ის ქართული ანალოგი ნიორი ნიუსი და რატომღაც საკუთარ თავს მივეცი იმის უფლება რომ იმდენად დარწმუნებული ვიყავი რომ იუმორის გრძნობა არ მქონდა ამ საქმეში ჩავრთულიყავი და საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ იუმორის გრძნობა და იუმორის მოფიქრება და წარმოება გამომივიდა ნიორი ნიუსი გახდა წარმატებული პროექტი, შემდეგ ამას მოყვა ჩიტი ნიუსი, რომელიც დღემდე სხვადასხვა ფორმით ცოცხლობს, ამაზეც მოგიყვებით ამ გამოცდილებიდან, მაგალითად ეხა ბოლო პერიოდში ჩიტი ნიუსზე page-ზე იდება ხოლმე card-ებში და one-linerებს ვაკეთებთ ვიდრე სტატიებს ფაქტობრივად აღარ ვწევთ ეხა one-linerებზე ვართ გადასული და card-ებზე, ასევე მაქვს stand-up სცენაზე დგომის გამოცდილება და შესაბამისად ამ ყველაფერს მოგიყვებით ხო, ასევე თავის დროზე სხვადასხვა ცოტა ხნით, მაგრამ მაქვს ნამუშევარი გიორგი ჯანელიძის ღამის შოუში სცენარისტად სულ რამდენიმე გადაცემაში ვიყავი ჩართული და ღამის შოუ სტუდიასთანაც თანამშრომლობდი 1-2 პატარა პროექტებზე და მცირე ხნით, ამიტომ ამ ყველაფრის გამოცდილებას გაგიზიარებთ და მოგიყვებით როგორ უნდა გავაკეთოთ კარგი იუმორი, ან შეიძლება სულაც არ იყოს კარგი რაღაც მომენტში. მოკლედ გამოიწერეთ ეს არხი, ძალიან მალე დავიწყებ უკვე სხვადასხვა ფორმულების ჩამოყალიბებას და გაჩვენებთ როგორ გავაკეთოთ მაგალითად news headline-ისგან რაღაცა ხუმრობა, რომელიც ნიუსებზე დაფუძნებული ხუმრობა იქნება, რომელიც შეიძლება რომ მე გამოიყენო სტატუსად დაწერო თუნდაც ან story-ში გავუშვა, ან TikTok-ზე თქვა 30 წამიან ხუმრობად და ესეთი ტიპის იუმორის კონტენტი აწარმოო, ან stand-up-ზე იქნა, ან მაგალითად ზოგადად ეს ფორმულები, რომლებსაც მე შემოგთავაზებ, ძალიან ხშირად იქნება ისეთი იმისთვის, რომ რაღაც კონვეიერული წესით აკეთო ხუმრობები, იმიტომ რომ მაგალითად როდესაც მუშაობ ისეთ გადაცემაში რომელიც ყოველ დღე ან ყოველ კვირეულად აკეთებს რაღაცა ხუმრობებს და იქ მუდმივად გჭირდება რაღაცა სიახლე და სულ მუდმივად უნდა წერო, არიან ადამიანები რა თქმა უნდა რომელსაც ნიჭი აქვს და ეგრევე რაღაცას გამოაწრთობენ ხოლმე პატარა იმისგან, მაგრამ როდესაც პროფესიონალურად უდგები ამ საქმეს და სამსახური ხდება რაღაც მომენტში იუმორი, კომიკოსი როდესაც ხდები რა, პროფესიონალი კომიკოსი როდესაც ხდები, აქაც საჭირო არის რომ რაღაცა ფორმულებში იცოდეს პროცესი გქონდეს შენი სამუშაო და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ყველაფერზე ვილაპარაკებ ხოლმე, გავაკეთებ ვიდეოებს, რომელშიც ნათლად გაჩვენებთ როგორ ავაწყოთ ნიუსისგან რაღაცა one-lineri, ან რაღაც card-ი როგორ გავაკეთოთ, ან თქვათ რომელიმე headline-ზე დაფუძნებით ხანდახან შეიძლება უცებ აგენთოს და ძალიან კარგი 60 წუთიანი stand-up სეტი გააკეთო და მოკლედ ამ ყველაფერს მოგიყვებით და აგიხსნით. ამიტომ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ეს არხი, მოიწვიოთ თქვენი მეგობრები, ვისაც იუმორი უყვარს და იუმორის კეთება უნდა და აინტერესებს როგორ კეთდება იუმორი ასე ვთქვათ და მეც თავს არ მოგაწყენთ ამ არხზე. ვფიქრობ რომ მაგალითად დავალებებიც გავაკეთოთ ხოლმე, ვთქვათ ავიღებ რაღაცა headlines, რომელზეც გაჩვენებთ როგორი ფორმულით როგორ კეთდება რაღაცა ტიპის ხუმრობები და მე ვთხოვთ რომ აბა კომენტარებში დავწეროთ ეხა აი თქვენ ამ ფორმულიდან გამომდინარე ამ headline-ზე რამდენიმე ხუმრობა და მე ამას ამ კომენტარებიდან ვთქვათ შეიძლება შევაფასოთ ხოლმე მეორე ვიდეოს გავაკეთებ, გავაანალიზებ თქვენს ხუმრობას,
გავშლი მასაც და გეტყვით რომ აი თქვათ ეს მიმართულება კარგია, ეს ჯობია რაღაცა და მოკლედ აი რაღაცნაირად ესეთი სასწავლო იუმორისტული ინტერაქცია გვექნება ამ არხზე. მოკლედ დიდი მადლობა, იმედი მაქვს დაგაინტერესებთ და თუ დაგაინტერესებთ, დაასაბსკრაიბეთ აუცილებლად.